პროკურატურაში საქმეზე ბრალდებულმა საკმაოდ მძიმე წაყურებელი კადრები, სადაც დეტალურად ჩანს თუ რა მოხდა დიდუბეში 2004 წელს გიორგობის ღამეს და რა ვითარებაში გარდაიცვალა ამირან რობაქიძე. ჩვენ წინასწარ ბოთის სუხთით მაყურებელს, განსაკუთრებით ბუთა რობაქიძის ოჯახის წევრებსა და მის ახლობლებს, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ნათია ტრაპაიძე ესაუბრა ირაკლი ფირცხალავას და ის პროკურატურიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. ნათია, რა განცხადება საკითხებს ფირცხალავას? Gavaş, çıkara. Çıkara. Meore, miyabi. Partnerebtan da ოშიშროების საბჭოსთან. ვაპატიეთ ბატონო გია ეთერში შეგვაგდეს ბოდიშს გიხდით. მადლობა ბატონო გია. Всё, აქ ვართ. ბავშვებო, ბოლოს კი გადავაგოროთ. გადავაგორო და სამიაში მოვასწრო. ძალიან გთხოვთ. მე მედიას არასდროს არ გავაგორებ. ნუ მომდევთ ხოლმე. ძალიან უხერხული კადრები იქნება. მოდი ის ხმა. всё, ჩართული ვარ. ჯანქვევიდან არ ამიღო, ყბები არ გამომიჩნდეს დიდი და მსუქანი არ ვიყო. გამიჩანს, ყბები მიჩანს დიდი, დაპონჩი. ჭიძლიერი წვიმისა და ქარის გამო დაზიანებულია სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები. თუ ვინმეს გაბუზება უნდა, ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის რა. უამრავ საინტერესებს ის სერიალები რო გადის 500 სერია რო უნდა ერთ ქალის გათხოვებას. გასათხოვარი თან. კი, თან გასათხოვარი. რამდენი წლის ხარ? 64. რა? რამდენი წლის გახდებოდა ეგ მაშინ? არა, 83. ნაკლები რეიტინგში იყო რაღაც 28-29-30-მდე უკვე და ბენევას ესპანელს ჩვენი კვირის ეთერის ბუნდების სტუდიაში და გადაცემის სპონსორი ჯელსალის გათამაშდება და სის ყურეს გვაგაგვენ დავიწყე რეკლამით პირდაპირ ეთერში ვართ. შვიდი ამიდის გადადის სპონსორის და მესამს და ყველა ყურის საიდოით ამიდის შეხვედრა შვიდი აქ გზავდება. კვიზის ყურეში დამიდასრულებულია. მადლობა ისეთის ფარგლებს და აბატა დაჩი შოუ. ნახატრონის შეგვიძლია ჩანს ისტორიის ელდიჯი მე მეთქემ შედავებით აყვამდის.